მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმებით დამსწრე საზოგადოებას. აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად რეგისტრაცია გაიარა უმაღლეს საბჭოს 12-მა წევრმა. Quorumi გვაქვს, შეგვიძლია დავიწყოთ სხდომა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს 2025 წლის 4 ივლისის რიგარეშე სესიას გახსნილად ვაცხადებ. კოლეგებო, მოგეხსენებათ, რომ დღის ეს რიგში გვაქვს 3 საკითხი. პირველი, ირაკლი ბოლქვათისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. მეორე საკითხი, გოჩა გუგუნავასათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. და მესამე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელსაც განვიხილავთ გამარტივებული წესით ერთი მოსმენით. იცით, რომ რიგარეშე სხდომის დღის წესრიგს უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის თანახმად კენჭი არ ეკრება, ვინაიდან რიგარეშე სესია სხდომა ტარდება ხოლო ინიციატორის მიერ მოთხოვნილ საკითხთა ნუსხით და სრულდება ამ საკითხების ამოწურვისთანავე. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვექნება დღის წესრიგის დამტკიცების პროცედურა, კენჭს არ უყრით და შეგვიძლია პრინციპში პირდაპირ გადავიდეთ საკითხების განხილვაზე და დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით ტრიბუნასთან გთხოვოთ ბატონ მამუკა თურმანიძეს. გთხოვთ ბატონ მამუკა, რეგლამენტი 20 წუთი. მოგესალმებით, კოლეგებო, ბატონ თავმჯდომარე, თავმჯდომარე საზოგადოებას, მივესალმები. მოკლედ, როგორც თავმჯდომარემ აღნიშნა, წარმოგიდგენთ პირველ საკითხს, დღის წესრიგით გათვალისწინებულს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის 3 ივლისის სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-8 და მე-12 პუნქტების შესაბამისად განიხილა ირაკლი ბოლქვაძისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. უმაღლეს საბჭოს წევრის მიერ მორიგის სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით მორიგის სხდომების ნახევარზე მეტზე არ დასწრების გამო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის, გეგფ პუნქტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის გეგფ პუნქტების შესაბამისად უმაღლეს საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია მორიგის სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით მორიგის სხდომების ნახევარზე მეტზე არ დასწრება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-16 მუხლის პირველი პუნქტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს რეგლამენტის 72 მუხლის მეორე და მე-3 პუნქტის შესაბამისად
უმაღლეს საბჭოს თავისუფლებით იკრიბება მორიგ სესიაზე წელიწადში ორჯერ. საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიაზე. საგაზაფხულო სესია იხსნება მარტის პირველ სამშაბათს და იხურება ივნისის მესამე ხუთშაბათს. ხოლო საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე ხუთშაბათს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს რეგლამენტის 74 მუხლის პირველ პუნქტის შესაბამისად უმაღლეს საბჭოს მორიგი პლენარული სხდომა იმართება როგორც წესი სასესიო პერიოდის ყოველთვის მესამე ხუთშაბათს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს რეგლამენტის 77 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად უმაღლეს საბჭოს სხდომის გახსნას და კენჭისყრის წინ უმაღლეს საბჭოს წევრთა რეგისტრაციის შემდეგ უმაღლეს საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმის წარმოების დეპარტამენტი აღრიცხავს უმაღლეს საბჭოს წევრთა დასწრებას. ფრაქციათა თავმჯდომარეები, ხოლო მათი არ ყოფნის შემთხვევაში ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილეები. რეგისტრაციამდე უმაღლეს საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმის წარმოების დეპარტამენტს წერილობით აწვდიან ინფორმაციას მათი წევრების მიერ სხდომების გაცდენის მიზეზების თაობაზე. უმაღლეს საბჭოს წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული ფრაქციაში, მის მიერ სხდომის გაცდენის მიზეზის თაობაზე სხდომამდე თვითონ აცნობებს წერილობით უმაღლეს საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმის წარმოების დეპარტამენტს. თუ უმაღლეს საბჭოს რეგლამენტის 77 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირები არ მიაწვდიან უმაღლეს საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმის წარმოების დეპარტამენტის ინფორმაციას, უმაღლეს საბჭოს წევრი პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად ჩაითვლება. მერვე პუნქტის შესაბამისად უმაღლეს საბჭოს წევრი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია უმაღლეს საბჭოს რეგლამენტით დადგენილ წესით. უმაღლეს საბჭოს წევრს პლენარული სხდომა გაცდენილად არ ჩაითვლება, თუ იგი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში გაივლის უმაღლეს საბჭოს რეგლამენტის 77 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ ერთ რეგისტრაციას მაინც. მე-9 და მე-11 პუნქტების შესაბამისად უმაღლეს საბჭოს წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზად გაცდენილად ჩაითვლება, თუ ფრაქცია უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრის პოლიტიკური შეხედულების გამო უარს აცხადებს პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვას და გადაწყვეტილებაში მონაწილეობაზე, ანუ ბოიკოტი. ამის თაობაზე წერილობით განცხადება წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს ან კეთდება ზეპირი განცხადება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ. უმაღლეს საბჭოში ოფიციალური ვიზიტით პოპი დელეგაციის წარმომადგენელთა შეხვედრის გამო უმაღლეს საბჭოს წევრის წერილობითი მიმართვის საფუძველზე უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის წინასწარი თანხმობის არსებობის შემთხვევაში. მე-10 პუნქტის შესაბამისად უმაღლეს საბჭოს წევრის მიერ პლენარული სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება ავადმყოფობა, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს ავადმყოფო ვრცელით, სამსახურეობრივი მივლინება, ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება, ავადმყოფობა, ესეც დადასტურებული უნდა იყოს ავადმყოფო ვრცელით. ამ მიზეზის თაობაზე სხდომამდე ინფორმირებული უნდა იქნას ფრაქციის თავმჯდომარე ან მოადგილე უმაღლეს საბჭოს რეგლამენტის 77 მუხლის მე-10 პუნქტის მიზნებისთვის ოჯახის წევრში იგულისხმება მეუღლე, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი და ძმა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმის წარმოების დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს 2025 წლის მორიგი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში გამართული მორიგი სხდომების რაოდენობის და აღნიშნულ სხდომებზე არასაპატიო მიზეზით არ დამსწრე უმაღლეს საბჭოს წევრთა შესახებ. ეს მონაცემები არის, რაც გამოვითხოვეთ სახელი გვარი არასაპატიო მიზეზით გაცდენილი სხდომის თარიღი, არასაპატიო მიზეზით გაცდენილი სხდომის რაოდენობა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმის წარმოების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი წერილობით ინფორმაციის თანახმად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გამოარკვია. პირველი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს 2025 წლის მორიგი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში გაიმართა უმაღლეს საბჭოს 3 მორიგი პლენარული სხდომა. ესენია პირველი კერძოდ 20 მარტი 2025 წლის, 17 აპრილი 2025 წლის და 19 ივნისი მიმდინარე წლის 2025 წლის. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წევრი ირაკლი ბოლქვაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს 2025 წლის მორიგი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში გამართული 3 მორიგი პლენარული სხდომიდან არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო 3 სხდომას, რაც აღემატება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს 2025 წლის მორიგი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში გამართული მორიგი სხდომების ნახევარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს მიაჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის გ ქვეპუნქტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის გ ქვეპუნქტის შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრს ირაკლი ბოლქვაძეს ვადამდე შეუწყდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება. ბატონობა ის არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რაც ჩვენს პირიქით გამოგტევი, აქვე გაგაცნობთ დადგენილების პროექტს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი. ირაკლი ბოლქვაძისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის გ ქვეპუნქტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-7 მუხლის პირველ პუნქტის და მეორე პუნქტის გ ქვეპუნქტის შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს პირველი ირაკლი ბოლქვაძეს ვადამდე შეუწყდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება და მეორე ეს დადგენილება ამოქმედეს მიზებისთანავე. ამით პირველ საკითხს. მადლობა ბატონო მამუკა დაწვრილებითი მოხსენებისათვის. მე ვფიქრობ, ყველა ის გარემოება იქნა ახსნილი თქვენს მიერ, რაც ამ შემთხვევაში იყო საჭირო. კითხვები ხომ არ გვაქვს უმაღლეს საბჭოს წევრებს? კითხვები მოხსენებელთან არ არის? ბატონო მამუკა, შეგიძლიათ დაიკავოთ ცდომათა დარბაზში თქვენი ადგილი. კომიტეტის წარმომადგენლები ხომ არ გამოვლენ და შეაფასებენ საკითხს? ფრაქციის წარმომადგენლებს ხომ არ სურთ გამოსვლა? მოხსენებელი ხომ არ დაამატებს რაიმეს? კოლეგებო, აღნიშნული საკითხის განხილვა დასრულებულია. აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით რეგისტრაცია გაიარა უმაღლესი საბჭოს 12 წევრმა. ყურადღება შეგვიძლია რომ საკითხი დავსვათ კენჭისყრაძე. კენჭი ეყრება დადგენილებას ირაკლი ბოლქვაძისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. ვინ არის მომხრე? წინააღმდეგი? 12 მომხრე, წინააღმდეგი არავინ, გადაწყვეტილება მიღებულია. დღის ეს იქით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით ტრიბუნასთან ვთხოვთ ასევე ბატონ მამუკა თურმანიძეს. ბატონ მამუკა, ამ შემთხვევაშიც რეგლამენტი 20 წუთი გთხოვთ. კოლეგებო, დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით მინდა გავმარტო, რომ სამართლებრივი დასაბუთება და ფაქტობრივი მოცემულობა არის იდენტური იმისა, რაც პირველ საკითხთან გაახედვის დროს გაგაცანით, შესაბამისად არ გამეურდები. გაგაცნობთ დადგენილების პროექტს გოჩა გუგუნავასთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი. გოჩა გუგუნავასთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის გ ქვეპუნქტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის გ ქვეპუნქტის შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს პირველი გოჩა გუგუნავას ვადამდე შეუწყდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება და მეორე ეს დადგენილება ამოქმედეს გამოქვეყნების და მიღებისთანავე. კითხვები ხომ არ გვაქვს მომხსენებელთან? არა, ხომ შეგიძლიათ დაბრძანდეთ ბატონო მამუკა. კომიტეტის წარმომადგენლები ხომ არ გამოვლენ? არ არის კომიტეტის წარმომადგენლები სურველი. ფრაქციის წარმომადგენელი? არა. მოხსენებელი ხომ არ დაამატებდა რაიმეს, როგორც მოხსენებელმა აღნიშნა, ამ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არის აბსოლუტურად იდენტური. კი ბატონო. აღნიშნულით საკითხის განხილვა დასრულებულია. აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად რეგისტრაცია გაიარა კვლავ 12 წევრმა. შესაბამისად უფლებამოსილი ვართ საკითხი დავსვათ კენჭისყრაზე. ყურადღება კენჭისყრაა. კენჭი ეყრება დადგენილებას გოჩა გუგუნავასათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. ვინ არის მომხრე? წინააღმდეგი?
მომხრე 12, წინააღმდეგი არავინ, გადაწყვეტილება მიღებულია. გადავდივართ დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხზე და ტრიბუნასთან ვთხოვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ადმინისტრაციის უფროს ბატონ ჯაბა სურმანიძეს ვთხოვთ ბატონო ჯაბა ტრიბუნასთან. რეგლამენტი თქვენ შემთხვევაშიც 20 წუთი. მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ. წარმოგიდგენთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტს. კანონის პროექტის პირველი მუხლის თანახმად კანონის მე-15 მუხლს დაემატება შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი. მთავრობის აპარატის უფროს ყავს მოადგილეები, რომლებსაც მთავრობის აპარატის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე. მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის შესაბამისად. მოგახსენებთ აღნიშნული კანონის ცვლილებასთან დაკავშირებით მოკლედ რამ განაპირობა აღნიშნული კანონის ცვლილება და რა არის ამის მიზეზი და მიზანი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციულ, სამართლებრივ, ანალიტიკურ და ინფორმაციულ უზრუნველყოფას, ასევე ახდენს სხვადასხვა მასალების შეგროვებასა და ანალიზს, მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულებაზე კონტროლს. შესაბამისად აჭარის მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობის და დამატების საჭიროება არის აუცილებელი და მიზანშეწონილი. კანონის თანახმად მთავრობის აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს მთავრობის თავმჯდომარე, ხოლო აპარატის მიმდინარე საქმიანობის ხელმძღვანელობას ახორციელებს მთავრობის აპარატის უფროსი. მთავრობის აპარატის უფლებამოსილება აერთიანებს ერთმანეთთან განსხვავებულ სფეროებს და არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი მიმართულებით. საქმიანობის სფეროს მასშტაბურობის გათვალისწინებით, მმართველობის ეფექტურად განხორციელების მიზნით არსებობს სწორედ სახელმწიფო მოსამსახურის მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობის შემოღების საჭიროება. აღნიშნული შექმნის უფლებამოსილებათა გადანაწილების შესაძლებლობას, რაც დამატებით ხელს შეუწყობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ეფექტიან კომუნიკაციასა და კოორდინაციას, ასევე გადაწყვეტილებათა ახსნილების პროცესს და უზრუნველყოფს მთავრობის აპარატის მიზნების მიღწევას და დასახული ამოცანების ეფექტიანად განხორციელებას. სწორედ აღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობა ცვლილებების განხორციელების საჭიროება. რაც შეეხება კანონპროექტის ფინანსურ დასაბუთებას, ამასთან დაკავშირებითაც მოკლედ მოგახსენებთ. წარმოდგენილი კანონპროექტის გათვალისწინებით თანამდებობის შემოღება არ გამოიწვევს ბიუჯეტით განსაზღვრული საშტატო ერთეულების რაოდენობის ზრდას. მისი დამატება განხორციელდება არსებული საშტატო ერთეულების ფარგლებში. ასევე თანამდებობრივი სარგო გათვალისწინებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით. შესაბამისად, პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებზე. ასევე არ წარმოშობს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. პროექტი ითვალისწინებს კანონის ამოქმედებას გამოქვეყნებისთანავე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მზად ვარ. მადლობა ბატონო ჯაბა. კითხვები ხომ არ არის მოხსენებელთან? მე მექნება ბატონო ჯაბა, აი თქვენი ბოლო წინააღმდეგებიდან გამომდინარე, ანუ არსებობს ვაკანსია აპარატში და ეს ვაკანტური თანამდებობა გადაკეთდება. დიახ, არსებობს ვაკანსიები მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული და შესაბამისად მას საშტატო რიცხოვნობის დასაც არ იწვევს. 44-ია საშტატო რიცხოვნება და ეს 44 რჩება შესაბამისად და ამის ფარგლებში განხორციელდება. თანამდებობრივი სარგოც შესაბამის ეკონომიიდან განისაზღვრება. კეთილი. სხვა კითხვები ხომ არ არის მოხსენებელთან? შეგიძლიათ ბატონო ჯაბა დაბრძანდეთ. კომიტეტის წარმომადგენლებს ხომ არ სურთ გამოსვლა? ფრაქციის წარმომადგენლები? მოხსენებელი ხომ არ დაამატებს რაიმეს? აღნიშნულით კოლეგებო, საკითხის განხილვა დასრულებულია. გთხოვთ მომაწოდოთ რეგისტრაციის მონაცემები. კვლავ 12-მა წევრმა გაიარა რეგისტრაცია, შესაბამისად უფლებამოსილი ვართ, რომ საკითხი დავსვათ
კენჭისყრაზე ყურადღება კოლეგებო, გამარტივებული წესით ერთი მოსმენით კენჭი ეყრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანას. ვინ არის მომხრე? წინააღმდეგი 12 მომხრე, წინააღმდეგი არავინ, 12 ხმით კანონი მიღებულია, აღნიშნული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ამოწურულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 4 ივლისის რიგგარეშე სესიას დახურულად ვაცხადებ.